გარდამავალი მართლმსაჯულების პერსპექტივას საქართველოსთვის ამ სახელწოდების პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო ჰოლიდეინში, ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაცია მოამზადა და გაანალიზებულია საქართველოში კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდები 2004-2012 წლებში და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. მთავარი რეკომენდაცია რომ შეიქმნას კომისია, რომელიც მეთოდების დახვეწაზე იმუშავებს. საინტერესოა როგორია მონაცემები საქართველოში კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს თემაზე, შოთა გისმენთ. გარდამავალი მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში საუბარია ორი ხელისუფლების პირობებში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მიმდინარეობდა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, წინა წლებთან შედარებით გასული 4 წელი შედარებით უკეთესი იყო, თუმცა არსებობს საჭიროება იმის, რომ შეიქმნას სპეციალური სააგენტო, რომელიც სახელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნება დაკომპლექტებული და ეს სააგენტო იმუშავებს იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რომელიც მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში დღემდე რჩება. ამ პრეზენტაციის მიზანია რომ წარმოადგინოს ანგარიში, რომელიც შეეხება გარდამავალ მართლმსაჯულებას საქართველოში. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის, რომ შეიქმნას შესაბამისი სპეციალური კომისია, რომელიც განახორციელებს სიმართლის დადგენას. ასევე უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია ვიმეორებთ, არის დამოუკიდებელი საკამოძიებო მექანიზმის შექმნა. სხვადასხვა საკითხები შეეხება ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას და იმ ესე ვთქვათ ქმედებების შესრულებას, რომელიც აუცილებელია გარდამავალი მართლმსაჯულების ესე ვთქვათ მშვიდობიანად გავლისთვის. Georgian society to საქართველოს ვაძლევთ რეკომენდაციებს. ქვეყანას შეუძლია აირჩიოს, რას მიიჩნევს უფრო მიზანშეწონილად ამ მექანიზმთან მუშაობის დროს. გარდამავალი მართლმსაჯულება ეს არის თემა, რომ შეგვიძლია განვიხილოთ ეს ყველაფერი სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად და შევარჩიოთ ყველაზე მიზანშეწონილი მექანიზმი ქვეყნისთვის. გარდამავალი მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ კვლევას საქართველოში ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აწარმოებდა, როგორც უკვე მოგახსენეთ, კვლევის განმავლობაში შესწავლილი იქნა ორი ხელისუფლების პირობებში არსებული მდგომარეობა მართლმსაჯულების აღსრულების დროს. მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრი რეკომენდაციებს აძლევს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოდან არ ამიყოფილა ერთადერთი, ვინც დაესწრო აღნიშნულ ღონისძიებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო, რომელიც სავარაუდოდ გაიზიარებს იმ შენიშვნებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აქვთ. კვლევა შეგახსენებთ, რომ ბოლო 15 წელს მოიცავდა და გარკვეულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს ხელისუფლების მიერ. იმედია, ამას წერილობით მაინც გაეცნობიან რეკომენდაციებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის მომზადებული. შოთა ფალავანდიშვილი იყო.